წინა ვიდეოში მოგიყევით, რომ სიზარმაცი დავამარცხე ზუსტად 1 დღეში და ამ ვიდეოში მინდა რომ მოგიყვეთ იმ სავარჯიშოზე, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიწვია. სავარჯიშოს პირველი ნაწილი ალბათ მილიონჯერ მოგისმენია, იმიტომ რომ იწყება როგორც კლასიკური მანიფესტაციის სავარჯიშო, მაგრამ მეორე ნაწილში გაგაცნობთ პერსპექტივას, რომელიც ეჭვი მაქვს რომ ჯერ არ გსმენია. იწყებ იმით, რომ უნდა წარმოიდგინო შენი სასურველი ცხოვრება. უნდა ჩამოწერო, სად ცხოვრობ, როგორ გამოიყურები, ვისთან ერთად ატარებ დროს, სად მუშაობ და ასე შემდეგ. კარგად გაუშინაუდი ამ რეალობას და მერე წარმოიდგინე ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ამ რეალობაში ცხოვრობს. აღწერე, რა არის მისი დომინანტური ემოციები, რასაც დღის განმავლობაში განიცდის. რა არის მისი დამახასიათებელი თვისებები, რა არის მისი ჩვევები და მისი სტანდარტები. ახლა კარგად დააკვირდი შენს ამჟამინდელ ვერსიას და იგივე სია შეადგინე მისთვისაც. მისი ემოციები, მისი თვისებები, მისი ჩვევები და მისი სტანდარტები. უდიდესი ალბათობით ამ ორი ადამიანის თვისებებს შორის დაინახავ მნიშვნელოვან განსხვავებებს. შენი მიზანია რომ ზუსტად ეს განსხვავებები აღმოფხრა და უნდა დაიწყო ყველაზე მარტივით. ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ამ ყველაფრის უკან დგას, არის ის, რომ შენ არ ხარ შენ სასურველ რეალობაში, იმიტომ რომ არ გაქვს ის მახასიათებლები, რომლებიც ამ რეალობას შექმნიდა. პირობითად, თუ გინდა რომ იყო მდიდარი, შენი მახასიათებლების სიაში უნდა იყოს პასუხისმგებლიანი. ან თუ გინდა რომ იყო ათლეტური, შენი მახასიათებლების სიაში უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური. და ყველაზე მარტივით, იმიტომ უნდა დაიწყო, რომ სანამ პირველ ნაბიჯს არ გადადგა, ვერანაირად ვერ გეცოდინება, რა უნდა იყოს მეორე, მესამე და მეხუთე ნაბიჯები. ზუსტად ამის გამო ვერ დგავს უმეტესი ადამიანი ნაბიჯს, რომ თვლიან რომ მზად არ არიან, იმის გამო რომ ვერ ხედავენ თელს გეგმას, როგორ უნდა რეალიზდეს მათი სასურველი რეალობა. ყოველთვის უნდა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ზუსტად შენს წინ არის. ამის შედეგად შეიცვლები და გახდები ის ადამიანი, რომელთვისაც მეორე ნაბიჯი არის ბუნებრივი გასაგები და მარტივი. მე-11 ნაბიჯი საერთოდ შეუძლებლად მოგეჩვენება ახლა, მაგრამ მთელი მაგია იმაში არის, რომ მე-11 ნაბიჯს შენ არ დგავ. დგავს ის ადამიანი, რომელსაც 10 ნაბიჯი აქვს უკვე გავლილი და მისთვის მე-11 ნაბიჯი არის ბუნებრივი შემდეგი საფეხური და არა უშველებელი ნახტომი. ზუსტად აი აქ ვხედავ რწმენის საჭიროებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არიცი როგორ, უნდა გჯეროდეს მაინც შენი თავის, რომ დროთა განმავლობაში გაიზრდები, განვითარდები და მიხვდები როგორც. და როცა ეს რწმენა გაქვს, აღარ არის უკვე პირველი ნაბიჯის გადადგმა ესეთი შეუძლებელი და საშიში. მართლა გულწრფელად მგონია, რომ ამ სისტემის მიყოლით ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, რაც არ უნდა შეუძლებელად გვეჩვენებოდეს ახლა ის. ანუ შენ სასურველ რეალობაში კი არ უნდა გადატელეპორტირდე, უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გახდე ის ადამიანი, რომლისთვისაც ეს სასურველი რეალობა არის ბუნებრივი მდგომარეობა. ეს სავარჯიშო მე არ მომიფიქრებია, ვნახე YouTube-ზე 8 თვის წინ. მას მერე სამჯერ გავაკეთე და სამივე ჯერზე სრულიად ახალი ადამიანი ვიყავი, როცა მივუბრუნდი. უამრავი რამ შეიცვალა ჩემს შინაგან და შესაბამისად გარე სამყაროშიც. მოკლედ, მე-10 ნაბიჯზე ფიქრი ზუსტად იქ დაგტოვებს, სადაც ეხლა ხარ. გადადგი ის ნაბიჯი, რომელიც ზუსტად შენს წინ არის და მხოლოდ მას მერე გამოჩნდება შემდეგი ნაბიჯები.